ფაქტობრივად ერთ-ერთი პარტია ვარ, ვინც არ გაურბის საჯარო დისკუსიებს, იმიტომ რომ შეიძლება მე ვცდები რაღაც პოზიციაში, ეს ბუნებრივი არის, ვინ არ ცდება, მაგრამ არ მეშინი ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო. და ეხლა გამოდის, რომ ჩვენს იქეთ მეორე პარტია გაჩნდა, ვინც იგივე შემთხვევაში რამდენიმე კვირა ამბობს ქართული ოცნება. ეს უცნაურია. როგორ შეიძლება ოპოზიციაში არ მოიძებნოს ადამიანები, რომელსაც მოუნდება ქართული ოცნება დაამარცხოს დებატებში. სანდრო, ეს დებატები თქვენი აზრით რატომ იქნა ოცნების მხრიდან შემოტანილი? ჩვენ გვეხმარებიან, არ ვიცი. ახსნა არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს ეს ზოგადად სულ ამას ვამბობთ, რომ ეს აუცილებელია და რადგან ჩვენ ღრმა წამს რომ ჩვენ სწორ პოზიციას ვიკავებთ, ამიტომ ეხლა შეიძლება დებატები ასეთი იყოს, ისეთი იყოს, მაგრამ ჯამურად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში უფრო მეტ ამორჩეულს მოვიზიდავთ ამით, მაგრამ ეხლა ქართულ ოცნება რატომ ჩაიფიქრა ის, ოდესღაც ომიგინდა კამპანია რო იყო, ყველა დავცნოდით რა სისულელეს ამბობენ, მაგრამ ხო გაჭრდა, ხო ქვეყნის უმრავლესობა დაარწმუნეს, რომ რაღაც მშვიდობის მცველები არიან. ამიტომ მე ხლა რაღაც ჩანაფიქრი შეიძლება უფრო დიდი იყოს, ან უფრო პრიმიტიული იყოს. მაგრამ მე სულ არ მაღელს ეს ამბავი. მე ვიცი რომ დებატების გარეშე თქვენ უყურებთ პროცესს, თქვენ რა სარგებელს ნახავთ ამ პროცესში? მე უბრალოდ წაგების სცენარი არ მაქვს ამ პროცესში და ზოგადად მიკვრის ხოლმე იმ ოპოზიციონერებს, რომლის დებატებზე არ დადიან. ყოვახიძესთან ერთიაზე შემიძლია სიამოვნებით ვიდებატო, უბრალოდ რაც უფრო მეტ ოპონენტს დავამარცხებ, მით უკეთესია ჩემთვის. ამიტომ რა ვიცი, ნაციონალ-მოძრაობა რო იყოს, ლელო იყოს და ვიღაცები იყვნენ, მე პირიქით გამიხარდება, იმიტომ რომ მე გონია რომ მე სწორ პოზიციას ვიკავებ და იმათაც დავამარცხებ. მაგრამ არ უნდა ეხლა ძალით ხوار მივიყავ, მაგრამ მე რომ გამოდიან და რომ ამბობენ ეთერებში რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია და დავქოქოთო, აგერ ჩოქნის ოპონენტი პოლიტიკური პროცესი, აბა რა არის პოლიტიკური პროცესი თუ არა დისკუსია და დებატები. კაი, ბოლოს და ბოლოს რუსეთსა და უკრაინას შორის დისკუსია მიდის და რაღაც საუბარი მიდის. ანუ ხალხი ომობს, კლავენ ერთმანეთს რაღაცა და მაინც ომის კი მოლაპარაკება მთავრდება. ხო, აი რაღაც მომიჩხონა და ელაპარაკო. დაუძახე დე ფაქტო რაღაც. ხელისუფლება რაც ეძახიან ხოლმე. რაც გინდა ის დაარქვი საბოლოო ჯამში. დე ფაქტო ხო ისინი მართავენ ქვეყანას. აი ამას ხო ვეღარ გაექცევიან და დე ფაქტო მართველი რო დაასუსტო პოლიტიკურად, რომ წაართვა ამორჩეველი მისივე ტელევიზიებში თუ სწორ პოზიციაზე, მაგრამ მე მგონი უბრალოდ ყუნები არიან, ხვდებით რაშია პრობლემა. ან თავად არ არიან დარწმუნებულები საკუთარ სათქმელში. იმიტომ რომ ისინი აქაც ხო არ დებატებენ, ანუ შიდა ოპოზიციური დებატებიც ხო არის. აი მაგალითად თუ ეს ალიანსი გადაწყვეტს რომ არ უნდა ელაპარაკოს ქართულ ოცნებას, აი ეუთოს წარმომადგენლს რო გაუკვირდა ეს როგორ არ ელაპარაკობენ, ხო, ჩვენც უგვიკვირდა ეს ამბავი. აი რო გადაწყვიტოს გაბედავენ, აქ მოაწყონ დისკუსია, აი მაგალითად მე ვედებატები ამ საკითხზე. რო ეს შეცდომაა ჩემი აზრით, ყველაზე გრანდიოზული შეცდომა, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა დაუშვას მართველი გუნდის ლიდერს არ ელაპარაკო დებატებში. უბრალოდ ეს სასაცილოდაც გამოიყურება.